მშვიდობისად ხმოვიყურებთ პოსტსკრიპტუმს დავით კიკალიშვილთან ერთად. ოტია იოსელიანის მდუღარე გადასხმული ბიოგრაფია 2020-ში მწერლის ერთ-ერთი ყველაზე მოულო ინტერვიუ, რომელიც მან პოსტსკრიპტუმს მისცა. ასევე 4 ადამიანი, 4 ისტორია, რამდენიმე წუთში პოსტსკრიპტუმი აფხაზეთის ომს მიუძღვის. და რაგბი, კოლონია, ახალგაზრდები, რომლებსაც ცხოვრების თავიდან დაწყების კიდევ ერთი შანსი ჭირდებათ. ასევე დღემდე გადაცემაში თქვენ ნახავთ. 13 წლის გაქუცა. ცნობილი გმირის უცნობი ბავშვობის სახე და ახალი აღმოჩენა მის პირად ნივთებში. ეს ამ ბოლო დრომდე ერთადერთი მისი ხელნაწერი იყო დაცული საქართველოში. ჟინვალი საგანძური, რომელიც დატბორვას გადაურჩა. მისი დატოვება წყალქვეშ იქნებოდა დანაშაული ჩვენი ისტორიის წინაშე. თიანეთის ერთადერთი დღემდე შემორჩენილი ჭილაშვილების სასახლე. მაიამი. ყველაზე მაგარი გასართობი ადგილია, ყველა კარგი ხასიათია. ვარსკვლავური კუნძული, ფანტასტიკური ზღვა და ველური ბუნება. 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიფში დაიბადა ოტია იოსელიანი. 1 წლისა და 3 თვისას მამა გარდაეცვალა. 10-15 წლისას დედა მეორედ გაუთხოვდა. ამ მდუღარე გადასხმულ ჩემს ბიოგრაფიაში წერს ოტია იოსელიანი, ერთ-ერთი ნათელი დღე ვერ გამოვძებნე. რაც არ იყო, რას გამოძებნე. კურმოკურული მაქვს თითქოს ჰემინგუეის უთქვამს. მწერლის აკადემია უბედური ბავშვობაა. ჩინებულად მაქვს დამთავრებული ეს აკადემია. Este o toată evgit că e tot cutie ademezine ba urmește. Mai luminalia. Cine tu vorbea la tine, să te vorbea la agde. ბანალურია ელაპარაკო ადამიანზე, რომელიც მთელი თავისი არსებით, ლოგიკით, ჟესტით, მიმიკით და ცხოვრების წესით გიყვება თავის თავზე. ხანდახან გგონია, რომ ოტია იოსელიანის სახელმწიფო არც არასდროს არსებობდა. ასე სამართლიანი, უღალატო და მშრომელი. ის თავის პატარა, დიდ სახელმწიფოში ცხოვრობს, საკუთარი ხელით აგებულ სახლში, მიწასთან და ფესვებთან ახლოს, ყანის, ვაზის და სოფლის მადლთან ერთად, ქალაქისგან შორს. გლეხები მაინც ქალაქელს ეძახიან, ქალაქელები კი გლეხს. მოდით გადაერიეთ სიხარულ დაგარქეთ ჭკუა. რაშია საკუთი გაბედნიერი მოხარ და რა მოხდა ბატონო? მე დაიბადე. მინიშნები ხარ შენ ზოგს ვაბაჩაილო ბედნიერი ვინებოდი და ეს მახტევიერი საკუთარ იმას. დაბადების დღეს. 91 წლის წინ, როცა ოტია იოსელიანი დაიბადა, 30-იანი წლების პოლიტიკური სუსხი იდგა. მაგრამ იოსელიანების ოჯახისთვის უფრო მძიმე გადასატანი წინნახევრის ოტიას და მისი 3 თვის ძმის დაუკლება აღმოჩნდა. დედა გათხოვდა. ასე ქვია მოთხრობას, რომელშიც მწერალი თავისი ბავშვობის უმძიმეს წლებს და დედის ტრაგიკულ ისტორიას ყვება. ბებიამ და მამიდამ გაზარდეს. წერდა, მაგრამ მხატვრობა უნდოდა. თომ ხატავდი მე გაჭირებულა, ხო? აკადემია მევინდონა. დანიშნული მქონდა 3-იანი, 4-იანი, 5-იანი უკმაროდა ეგ მაშინ. ხათუში დამდგარა გასმა ვორენა გაუმაგდო აქეთ. მაშინ მისი ოჯახი თორა ორ ქართველი ვიცი, იმიტომ ვიცი, თორა იქნი დამატებოდნენ, იქნი დამჭობოდი. სამხატვრო აკადემიაში დაწუნებული ქართული მერე მსოფლიოს უამრავ ენაზე ითარგმნა, მათ შორის ჩინურად, იაპონურად და ჰინდიზეც კი. 1 გარადა, 2, 3, 4, 5. გამზრდელი ბებიის პორტრეტი, გრაფიკა და ფერწერა ისე ყვებიან მათ მომხაზავზე, როგორც ოტიასეული მერანი, კლდიაშვილის ცხენივით გაძვალტყავებული და ტატოს მერანივით მეოცნები. არხმა გასაჭრელი დიდი და მას ჭრია მხლა არხს იქნება ყამამინდა დავთესოთ რაღაცა ესეთი და თან პოემას წერა. დაწერე კიდევაც ამარხეს ჭრაში მოუღლე მაშინ მერთან მეხმარებოდი და ზოგზე ვაწერდი იმას, როული ეჭირა ხელში. გავსჭირეს უშველებელი არხი და დაამთავრე პოემა. მეხუთე კლასიდან წერდა, მაგრამ მეუღლის ზურგზე ნააზრევი უფრო წარმატებული აღმოჩნდა. როგორც წესი ჯერ იყო ლექსი, მერე მურმანლებანიძეს მოთხრობებიც მიუტანა. მე მომანთან და ეს მიუტანე და მოთხარი კიდე მოთხრობები მაქთვა. აუ ახლა კიდე მოთხრობები ამას აქვეა. კიდე იბესტება, მაგრამ ის კი არ იყო აღმოჩენა. მივედი მეორე დღეს და ფიშად დაბნეულია. მურმანა გონიაო, ამას რაღაცა თავისი ხელძარა აქვს და თავისი მაგალითი უშინო წავითხა პოემა აფერი არ ყოლა. წაწაბი მოდი ხარ მეწმებეთყვი. მივედი მე მეორე დღეს და კარეში შოღა თავი თქის და ბოლოში და ადგა.
ასე აწია ხელი. წადიშენ მითხრა წერილო, ჩვენ დერალ ყოფილი ხარ ვარ. კითხულთა წრე თანდათან გაიზარდა, მაგრამ გამომცემლობის გარდა ღარიბ მწერალს პირადად არავინ იცნობდა. როცა სერგო ზაქარიაძემ იყო ერთი ქალი წაიკითხა, ფაქიზი და ამაღლებული სიყვარულის ავტორთან შეხვედრა მოისურვა, მაგრამ ოტიას მისამართი არავინ იცოდა. წერალი თეატრში თვითონ მივიდა. შევედი, მე ნახევარ სარგესანსის საქმე, მას იკეთებს გრიმის და შემომხედა შავი მაშინ. დაჭერებოდა. გუბარს არის სულ და სულ ვადრონი და რაღაც ჩამოღლეტილი და მიყურებს კაცო. რაშია ბატონსარ გონხა ზაქა. ბიჭო შენ დაწერე ნოველები არ გავარად სულა. ეს ამაღლებული და შენერი სიყვარული და ეს ვინ ეს სამეხრეციდივისტი. მოხება, აბა რაშია საქმე მოხდა და დაწერე. ბიჭო შენ იმისანა დიალოგები გაქვს, ბიჭო პიესას დაწერე. დაიწყო დიდი მსახიობის და დიდი მწერლის მეგობრობა. წერის დროს ზაქარიაძე იოსელიანთან გვიშტიფში ჩადიოდა და სცენიურ თუ ეკრანულ გმირებს ერთად ამუშავებდნენ. მალე გაზაფხული მოვა, სერგოსთვის და სესილიასთვის დაიწერა, მაგრამ ავტორს უთხრეს, რომ ზაქარიაძესთან უთანხმოების გამო თაყაიშვილი როლზე არ დათანხმდებოდა. ოტიამ სვანური შეუვალობა და იმერული დიპლომატია ერთდროულად ჩართო და სესილიასთან მივიდა. აბოლებს მას სიგარეს სესილია. მოთხარ ქაბადნო სესილია. მე დავწერე როლი შენთვის. ამას სხვა ვერ ითამაშებს. მოთხარ ახლა ეს მხოლოდ შენია. ხოდა იქ მეუნები მოთხარ რომ არ ითამაშებს სესილია. რატომ მითხრა? მოთხარ არის იანებობენ მოთხარ გონია სერგოსთან თამაშის ეშინია. აუ მაგადია სესილია. ის მეშინია. მოთხარ გეშინა თუმცა ჩიტში მოექცევა და შენ რა საჩtildeო მოთხარ. ვინა ბიჭო მაგი მოხდა ასე ამბობენ ნახე მე მაგას ვინოი მაშინ მოხდა არ გადაიღება რა თუ შენ არ ითამაშებ მას სხვა ვერ ითამაშებს როგორც სერგოს ვერ ითამაშებს სხვა ხო შენ დაძერილია მოხდა კითხვა მოხდა არ გითხრობ მე მაგას მოხდა მივიდოარ სადამაშად ეს კაჩია ვისაც ოტია იოსელიანის სახელი გაუგია დაჩის ხაბრებიც. ის მამაცი, შვილგმომართული და საყვარელი ბიჭი ეს ბატონია, დაჩი იოსელიანი. ზღაპრის სხვა გმირები ბაჩო და მანჩოც ოტია იოსელიანის შვილები არიან. ქეთევან ფანცხავა სკოლაში შეუყვარდა. ჩანაც იქნება და სულ რა უნდა მოგიყვეთ ახლა სულ სკოლაში აცხავი ჩემ საცხალ ლექსებს იგი წერდა რაცხას ხონდა იგი უფრო აპირებდა ჩვენს ურთიერთობას 22 წლისანი იყო როცა პირველი ვაჟი გაუჩნდათ მეუღლე ძირითადად გვიშტებში შვილებთან იყო ოტია მთელს საქართველოში ახლა მე მომხარ შეიყვანს უმაღლესი და ბაბაღანას ხომ ახლა დედამ თუ არ დაამთავრებია უმაღლესი როგორ შეიძლება და დაღუპეთ ბავშვები არც ერთ კაცშვილად არ ვარგა აუ და მე სახლა მე და აძალგენ ახლა 20 წელს ვოში პარლამენტში მოყოთ აი ვერენ დოგმი ეთახნაბიზე შეიძლება პირველი პარლამენტარი მაგი იყო დიდი ხნით უსაშველოდ შეყვარებულ ქალთან პაიმანი გახსოვთ აბა რა ჯანდაბა დავიწყებთ ამბობს ერთგან წერალი საბჭოთა კავშირში სადაც სექსი არ არსებობდა იოსელიანმა სტერეოტიპების და კლიშეების მსხრევა დაიწყო მოთხრობა ქალი მიდიოდა ქმრის საღალატოდ მაშინდელი დინების საწინააღმდეგო იყო მაგრამ ადამიანების რეალურ ისტორიებს პირისპირ ხვდებოდა ქალი ოტია იოსელიანის ლექსებშიც დაცულია წანება მე დაამკვიდრეს როცა შენ არ დაგინდეს და ნიეკნია მოგლიჟეს ადამ კაცობრებას დაედო სათავე გაუჩთა კერია და ბინა ევა მოგევლინა ადამ მე 12 ამოვიგლეჩი 12 ამოვიგლეჩი 12 ნექს ამოვიგლეჩ და შოქმი შენს მოდმას ჭკუა არ უსწავლია ადამ აკალ ყოველ ადამიანს აქვს კუნჭული, სადაც ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს და ყოველ გმირს ყავს პროტოტიპი, საიდანაც ის იბადება. ავსტრიაში გადატანილი მძიმე ოპერაციის შემდეგ ოტია იოსელიანი თავს სუსტად გრძნობდა.
მაგრამ საქართველოში დაბრუნებას ჯიუტად ითხოვდა. ურჩიეს, მაგრამ პაპირუსს მაინც არ მოეშვა. წერის დროს იგი შხამები ახდენს კონცენტრაციას აზროვნებისას. მე ვინდეს აღარ ეწევ, თორემ მე როცა ვწერ, მაშინ კეტავ კარფანჯარას, არ გევიდეს ხარე გვამლი. და არც უნდა ჩაქრეს. და იმ ქაოსში და იმ ნიშში და იმაში გამეიხმობ ხოლმე მირებს მე და გამოდიენ იქედან. ეგი ხლა იგა წერ გოგონია ცოცხლს არ შეიძლება მე რა შეიძლება მოუწეველი მტარი არ გინახავთ. აქ იწყება და აქვე მთავრდება მისი პატარა მაგრამ უდიდესი სახელმწიფო. ოტია იოსელიანივით ქართული, სამართლიანი და შრომით დაღლილი, სადაც იმდენი ადამიანი დაიბადა, რამდენი გმირიც იყო საჭირო კითხველი საყვარელი წიგნების გამოსაცემად და მაშინ მიიღო ყველაზე დიდი პრემიათა შორის, როცა წიგნის ყდაზე დიდი ასოებით დააწერა თავისი სახელი და გვარი. ოტია შალვასძე, შალვა ფარნაოზის ელპამოჩენია. ფარნაოზ ბიჭიასძე, იოსები. მისი სხეული ავსტრიაში, გულიკი უნგრეთში დაიგრძელება. ვენა დღეს ავსტრია-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორის ვაჟს დაემშვიდობა. ოტო ფონ ჰაბსბურგი 98 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაეცვალა. ავსტრიის დედაქალაქის ქუჩები დღეს გადატანილი იყო მაყურებლებით ერთ-ერთმა ენა კლიმატმა მიმოხილველმა. ისიც აღნიშნა, რომ ვენას ტურიზმის ასეთი აღმასვლა კაი ხანი აღარ ეღირსება, რადგანაც ასეთი პომპეზური ცერემონია ოტო ფონ ჰაბსბურგის შთამომავლებს უკვე აღარ მიეძღვნება. ბოლო იმპერატორის ვილის ანდერძით მისი დაკრძალვის ცერემონიაზე ყველა ძირითადი რელიგიის ლოცვა წარმოდგეს. სხვათა შორის მონარქების შთამომავალს საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებდა. ავსტრო-უნგრეთის უკანასკნელი იმპერატორის ვაჟის დაკრძალვის ცერემონიალს ავსტრიის ცენტრალური ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემს. ოტო ფონ ჰაბსბურგის ცხედარი ვენის ცენტრალურ კათედრალში ასვენია და იმპერიის შავ-ყვითელი დრო შეაფარია. Es ist der Sohn von Gabriele, von der Tochter von Otto Habsburg. დაკრძალვას საქართველოს პრეზიდენტი და მისი მეუღლე ესწრებიან. მიხეილ სააკაშვილი ევროპის სხვა ლიდერებთან ერთად მოწვეულ სტუმრებს შორის არის. მონარქების შთამომავალს საქართველოსთან ბევრი რამ აკავშირებდა. 30-იან წლებში ესპანეთის სამოქალაქო ომში კომუნისტებს ქართულ ოფიცრებთან ერთად ებრძოდა. თბილისში კი ბოლოს 2008 წელს ომის დაწყებამდე იმყოფებოდა. საქართველოს რუსეთის ომის დროს ოტო ფონ ჰაბსბურგი საქართველოს მხარდამჭერ ხელმოწერებს აგროვებდა. იმავე წლის 1 სექტემბერს კი მიუნჰენში გამართულ სოლიდარობის აქციაზე თავის ქალიშვილთან ერთად ცოცხალ ჯაჭვში იდგა. 2010 წელს ევროკავშირის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებაზე მისი ხელმოწერაც არის. საიმპერატორო ოჯახის წარმომადგენელი წლების განმავლობაში ევროპის პარლამენტის წევრი იყო. დოქტორი ოტო ჰაბსბურგი 37 წიგნის ავტორიცაა. ევროპის ისტორიასა და პოლიტიკის თემებზე დაწერილი წიგნები 9 ენაზეა ნათარგმნი. საქართველოს სიყვარული საკუთარ ქალიშვილს გადაძდო. გაბრიელა თბილისის სამხატვრო აკადემიის საპატიო პროფესორია. საქართველოს მოქალაქეობა მიიღო, ისწავლა ქართული და გახდა საქართველოს ელჩი გერმანიაში. მამა, ეს ხუნა დაბადების დღეზე შაშინ კოტე გაბაშვილმა მაჩუკა. მისხრა განსაკუთრებული შემთხვევის დროს დალიეო. აი შენ ჩამოხვედი და დავლიეთ. ქართულ ღვინოს მიირთმევთ? მადლობა ღმერთს. არ არის ადვილი იპოვო ქართულ ღვინოზე რამე უკეთესი. დაკრძალვის ცერემონიალის ბოლოს ტრადიციის მიხედვით შვილებმა მამასთან გამოსამშვიდობებელი სიტყვა წარმოსთქვეს. გაბრიელა ფონ ჰაბსბურგმა საკუთარ სიტყვაში საქართველოს შესახებ ისაუბრა. ისტორია და ისტორიული პიროვნებები დღეს წითელი ზოლი დახვება პოსტსკრიპტუმს. ქაქუცა ჩოლოყაშვილი და მისი ბობოქარი ბიოგრაფია ჯერ კიდევ ბევრ უცნობ გვერდს შეიცავს. ერთ-ერთ ასეთზე თენგიზ გოგოტიშვილი მოგითხოვთ. მის რეპორტაჟში ძალზე საინტერესო ფაქტებია, რომლებიც ქაქუცასა და ვაჟა ფშაველასაც ეხება. დავიხედე ამ მინდორზე ისია მოდებული ჭიანჭველასავითეს რუსი ჯარი. ხოხით მოდიან ესე პირდაპირ მიწაზე.
მოდიან მე გავიგეთო კაცო ჯაშულა მაგაროს კარში სადღაც ჟილვას აცილებიან და იქაო ჩაუსაფრდნენ ჩოლოყაშვილის რაზმო და შემოუწყვეტიეს რუსი ჯარი კაკუცას ლაშქრობის ამბავს როგორც ბოლშევიკთა წინააღმდეგ უკანასკნელი აჯანყების ლეგენდას შვილს ყველა ფშაվել ხევსური მამა უყვება ალექსი ხუცურაუსაც მამის მონაყოლით ახსოვს როგორ დაამარცხა კაკუცა ჩოლოყაშვილის რაზმმა მადევარი ჯარი და როგორ დაბომბეს ამისთვის ბოლშევიკებმა ხევსურეთის სოფლები მიხაც და იმასაც უთხრა თურმე რომ თქვენ აქ არ გიწერა სიცოცხლე დახოცავთ ნამდვილად სადან დაიმალებით და მართლა გემოვიდა ყველა დახოცეს ლექსო პაპასენაზე ხელანთ მიხა ხელაშვილია პოეტი და კაკუცა შეფიცული ლევანი კი ლევან რაზიკაშვილი ვაჟა-ფშაველას უფროსი შვილი რომელმაც თიანეთის გზა გაუხსნა კაკუცა ჩოლოყაშვილის ბლოკირებულ რაზმს ხალხური ლეგენდა გიმნაზიელ მეგობარს კაკუცასთვის ისეთი ნაბადი უჩუქებია ორძრო ხადრომ ღირდა პასუხმა არ დაახანა ლევანი დააპატიმრეს და დახვრიტეს მისი სახე კი ამ ყველაზე ცნობილი ფოტოდანამოჭრეს სადაც ვაჟა მთელი თავისი ჯალაბით ყოფილა გადაღებული სწორედ იმ დროინდელია სერგო ორჯონიკიძის ცნობილი პასუხი საშუალმდებლოდ მისულ პავლე ინგოროყვას პაოლო იაშვილს ალექსანდრე აბაშევსა და კოტე მაყაშვილს შვილს კი არა თავად ვაჟა რომ იყოს ცოცხალი იმას დაუხრეტდიო სერგოსთან კოტე მაყაშვილის მისვლა შეიძლება არც იყო დიდად გონიურული ნაბიჯი 4 წელით ადრე მისი 18 წლის ქალიშვილი მარო მაყაშვილი ბოლშევიკებთან ბრძოლაში ტაბახმელასთან დაიღუპა თუმცა ახალი ხელისუფლების წინაშე მას სხვა ცოდვას ჰქონია ერთ-ერთ კერძო არქივში რომელიც ხელნაწერთა ცენტრისთვის კავკასიის უნივერსიტეტმა შეისყიდა აღმოჩნდა 1902 წელს გადაღებული ფოტო სადაც კლასის დამრიგებელი კოტე მაყაშვილი მე-6 კლასელ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილთან ერთად არის გადაღებული მათი გიმნაზიის დირექტორი კი იმ დროს ექვთი მეტაყაიშვილი იყო მომავალი დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ეს გახავთ კოტე მაყაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის დამაარსებელი რომელიც იყო კაკუცას კლასის დამრიგებელი დირექტორი იყო ექვთი მეტაყაიშვილი კაკუცას პირველ ფოტოსთან ერთად მისი პირველი ავტოგრაფიც აღმოჩნდა 1908 წელს შედგენილი საბუთი რომელზეც გიმნაზიის მოსწავლე ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი და მასზე 2 კლასი წინ მყოფი ლევან რაზიკაშვილი როგორც ხელმოკლე ოჯახების შვილები ხელს აწერენ თავადაზნაურთა საკრებულოს მიერ დანიშნული სტიპენდიის 11 მანეთისა და 50 კაპიკის მიღებას არქივი ინახავს საბუთებს როგორც ჩატოვეს კლასში ქაიხოსრო ჩოლოყაშვილი რუსულის ორიანისთვის როგორ გარიცხეს გიმნაზიიდან თანაკლასელის ბერიძის ცემისთვის შემდეგ კი პირობით აღადგინეს თუმცა სწავლის ბოლომდე მიყვანა მაინც ვერ შეძლო 21 წლის ჩოლოყაშვილი ჯარში გაიწვიეს ეს არის კაკუცას სახლის ნარჩენი არა როგორც ვიცით მერია მეორე სართული დაშენებული აქ დაიბადა გრამოსახში ცოტა ხანი ძალიან რა ცოტა ხანი და ალბათ 20 წელი სადღაც სახლი რომელიც ამერთი საუკუნის წინ ერთსართულიანი იყო ჩოლოყაშვილების ხუთშვილიანი თავადური ოჯახის გასაჭირს კარგად ადასტურებს მიუხედავად იმისა რომ ღარიბ თავადებს სოფელ მატანში ციხე გალავანის ჰქონდათ და ბაღებიც სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნებულმა კაკუცამ 1913 წელს ნინო მეღვინეთუხუცესზე იქორწინა ეს არის ადგილი სადაც კაკუცა ჩოლოყაშვილმა მისმა მეუღლემ ნინომ ჯვარი დაიწერეს აქ არის დაკრძალული კაკუცას უახლოესი მეგობარი და უკანასკნელი თანამებრძოლი რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა ემიგრაციაში ალექსანდრე სულხანიშვილი მეუღლის ნათესავს ალექსანდრე სულხანიშვილს კაკუცა სავარაუდოდ უფრო გვიან დაუახლოვდა და კი სულ ერთ წელიწადში მსოფლიო ომი დაიწყო რომელმაც ხან ავსტრია-უნგრეთში გადაისროლა ხან კავკასიის ფრონტზე ხან მესოპოტამიაში რუსეთის რევოლუციას პოდპოლკოვნიკის ჩინით შეხვდა და საქართველოში დაბრუნდა სხვადასხვა დროს ქართულ კავალერიასაც მეთაურობდა და თავდაცვის მინისტრის მოადგილეც იყო მაგრამ საკუთარ მთავრობას ემიგრაციაში აღარ გაჰყვა სწორედ მაშინ ჩამოაყალიბა შეფიცულთა რაზმი და პარტიზანულ მოქმედებაზე გადავიდა როგორ არჩევდა ბიჭებს თურმე კაკუცა ყველა კი არ მიხვდა მაგალითად მე ყოფილიყო წამოყვანე და არ წამოყვანდა უნდა ყველანაირ ბაშკაცად გამეეცადა ეს კაცი რამდენი მებრძოლი იყო რამდენი ეროვნის კაცი იყო რომ წეეყოლა იმ ჯარში შეწეილიყო კაკუცას რაზმი ძირითადად მის მშობლიურ პანკისსა და ხევსურეთს აფარებდა თავს სადაც ყველაზე მეტი საყრდენი და სამალავი ჰქონდა შეფიცულთა გაყვალული გზები ახლაც ბილიკებადაა დარჩენილი და ახლაც ისევ ერთულად სავალია როგორც საუკუნის წინ სამწლიანი ბრძოლისა და რამდენიმე აჯანყების სისხლში ჩახშობის შემდეგ კაკუცას 30-მდე შეფიცული თურქეთის გავლით საფრანგეთში მიიღავს. ოჯახი საქართველოში რჩება. ბოლშევიკებმა შურის აძიებლად სიმამრი დაუხრიტეს. ცოლს დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ შემდეგ ორ პატარა ქალიშვილთან ერთად ყაზახეთში გადაასახლეს.
ემიგრაცია კი ისეთივე დაპირისპირებული და აწეწილ დაწეწილი აღმოჩნდა როგორც დამოუკიდებლობის წლებში. ქაქუცას ძველი ჭრილობები თავს ახსენებს და 1930 წელს ბოლოს და ბოლოს სძლევს. ეროვნული გმირის სიკვდილი პარტიული კინკლაობის კიდევ ერთი საბაბია. ალექსანდრე სულხანიშვილმა მეთაურის დასამარხიფული ემიგრანტ მეშევიკებს იარაღის ძალით გადაახტევინა. კონდათ შეფიცულებს რაღაც მეთოდები, რა მეთოდების გამოყენებითაც მათ ეს ფული მაინც გამოართვეს სოციალ-დემოკრატებს და საკმაოდ ღირსეულად აკრძალეს ქაქუცა ჩოლოყაშვილი იქამდე რომ ტრიუმფალური თაღი გამოატარეს ელისეს მინდვრების შამსელიზე გარკვეული ხნით გადაიკეტა. ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას ისტორიკოსები მისხალ აგროვებენ. აქ უცნობი ჩანაწერი აღმოჩნდება, იქ არაოფიციალური საფოსტო მარკა, რომელსაც ემიგრანტები ჩვეულებრივ კონვერტზე დამატებით აკრავდნენ და ერთმანეთს უგზავნიდნენ. ეს არის ქაქუცა ჩოლოყაშვილის ბოლო ფოტო მისი გარდაცვალების შემდეგ, როდესაც ეს არის დაუხუჭა თვალები თავად ვახტა გამბაშიძემ როგორც ექიმმა და მისი დაკრძალვის ფოტოები უკვე პარიზში, მისი ჩამოსვენება შვეიცარიიდან მისი დაკრძალვის ფოტოები, ესეც საკმაოდ უნიკალური მასალაა. შეფიცულებიდან სამშობლოში ორადორი დაბრუნდა. ალექსანდრე სულხანიშვილი გარდაცვალებამდე 2 წლით ადრე და თავად ქაქუცა გარდაცვალებიდან 75 წლის შემდეგ. ბოლშევიკები უკვე გადაშენებულები იყვნენ, მაგრამ ახლაც პეტრი გიორგის ეკლესიაში ქაქუცას დაბადების დღე ისე არ ჩაივლის, თითო შუბლი მაინც არ გადატურსონ სანთლით. წარსულს ჩვენ კიდევ დავბრუნდებით, ახლა კი მომავალ. ჩვენი კორესპონდენტი პაატე ეკობაშვილი იჩვენებს და მოგიყვებით ერთ-ერთ სოციალურ პროექტზე, რომელიც რაგბისა და არასრულწლოვან ჟარდებულებს ეხება. მოზარდებს, რომლებსაც ცხოვრების ახლიდან დაწყების მეორე შანსი სჭირდება და საზოგადოებისაგან თანადგომასელია. რაგბი თითქოს ჩვეულებრივი ბიჭების გუნდი. მაგრამ არა, ეს განსაკუთრებული გუნდია. ავჭალის არასრულწლოვანთა კოლონიის სარაგბო გუნდი. დაიდე, ცოტა მარტოს ვიკენდები თუ დაცურა. სახელი იაპი. შემადგენლობა 18 წლამდე პატიმრები. სულ რამდენიმე თვეა ვარჯიშობენ და ჯერ მთავარს სწავლობენ. ეს მოიგე? რაღაცა ცოტა პასები გიჭირდა. პასა ეხლა სწავლობს, მაგრამ უფრო პასები ბევრი მეცე და უფრო ადვილად გამოვიდეს თამაში. გუნდური თამაში. ჭიდაობა, შეჯახება, ხანდახან ყვირილი და კამათიც მხოლოდ ამ მინდორზე შეიძლება და ისიც თუ ბურთს მიათრევ. ლელოს დადება იმდენად დიდი სურვილია, რომ მოთამაშემ წვრთნელიც კი გავიწყდება. ხანდახან რაღაცა ვიდეოები, რაღაცა ხანდახან თამაშის დროს ვეუბნები ხომ და ვიცხავენ ეს ესე თავი დამალე იმდენად გიტარი თამაში არის რა. ხო რა. რა ვიცი, კარგია რა, ამათვისაც კარგია, იმიტომ რომ დაანგოლოდები ახლა. წვრთნელი ზურა და მწვრთნელი მალხაზი უკვე რამდენიმე თვეა გუნდს ავარჯიშებენ. რა თქმა უნდა, ორივე მიცის, რომ ეს გუნდი არც არაფრის ჩემპიონი არ გახდება და არც არავითარ მედლებს არ მოიგებს, მაგრამ მთავარი მიზანი სულ სხვაა. ამბობენ რომ თავარი არის რამდენ შეცდომას ის თავარი როგორ გამოასწოროთ ამ შეცდომას და ჩვენ ვცდილობთ რაღაც რაგბის მეშვეობით აი ესეთი რაღაცები დამიერგოთ მათ ცნობიერებაში. ეხლა თავარი ის არ არის რომ რაგბი ისწავლონ ან რაგბიები გამოვიდნენ. თავარი ალბათ მაინც არის ურთიერთობა, მეგობრობა, რაღაც სიყვარული, თანადგომა, რომელიც რაგბთან ერთად არის ყველაფერი. რაგბით მეგობრობის და თანადგომის სწავლა გაეროს ბავშვთა განვითარების ფონდის, სასჯელ აღსრულების სამინისტროს და რაგბის კავშირის იდეაა. პროექტსაც ეს სამი ორგანიზაცია ახორციელებს. ჩვენ გვინდა რომ ხელი შეუწყოთ თლიანად მათ განვითარებას და თუ არასრულწლოვანი საშუალება აქვს გარეთ რომ მიიღოს განათლება, მშობლები ატარებენ სპორტზე, ასე ვთქვათ, სხვადასხვა გაკვეთილებზე, ჩვენც გვინდა რომ ამ არასრულწლოვანს, რომლებიც სასჯელს იხდიან, შევქმნათ იგივე შესაძლებლობები. ზრუნვამ მთავარი გარდატეხა გონებაში უნდა მოახდინოს და ამიტომაც ყველა ვარჯიში უბრალოდ საუბრით იწყება ან მთავრდება. ისე მინდა გითხრათ თუ შემართება გაქვთ მე როგორც ვატყობთ მოგწონთ თან ეს ამბები და შემდეგ ვარჯიში გვაქვს შაბათს 6-ზე ვიწყებთ რა ხო 6-ზე ვიწყებთ მაგრამ რა ის სხვა ვარჯიში არის ხო გადავალთ რა მენელა რა იმიტომ რომ მინდა რაღაცები თავი არის მაინც პასი ვარჯიში შემკინება აუტი შემდეგ ატელემენტები ეს ალტე იქნება და ამასაც გავაკეთებ მე ასე ხოშა გეჩქარი რა არა და ეჩქარებათ ნამდვილად ეჩქარებათ აქედან გასვლა და მერე ნამდვილი რაგბის თამაში.
აი სულ მინდოდა რომ ეთამაშო. ანციხეში მოვთამაშე პირველად. ჩემს დერს ველაპარაკე და მითხრა რომ აი რომ გამოხვალთო გარეთო მეგეხმარებით რომ გააგრძელოთ ვარჯიში. ზოგს რამდენიმე თვე დარჩა, ზოგს რამდენიმე წელი, მაგრამ მე აქ სასჯელს ვიგულისხმობ. თავარია რომ ზვიგენამ, სვანიმ, კახელომ და მათმა მეგობრებმა ამ ოვალური ბურთის დევნა და ცხოვრებაში მლელოს გატანა მომავალ. ამის შემდეგ პოსტსკრიპტუმი აფხაზეთის ომის ისტორიებს შეგახსენებთ 4 ადამიანი, 4 მოკლე, მაგრამ ძალზე საინტერესო ცხოვრება, 4 ადამიანი, რომელიც აფხაზეთის ომში აფხაზის ხელით არ მომდარა რამოდენიმე წუთში. და ასევე რეკლამის შემდეგ წყალქვეშ დაფარული განძი და ის, რაც მკვლევარებმა ჩვენ შემოგვინახეს. რამოდენიმე წუთში ჭილაშვილების სასახლის უცნობი ისტორია ნახეთ პოსტსკრიპტუმში დაგვალოდეთ. რამოდენიმე წუთში ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში დავბრუნდებით.